31 მაისიდან ძალას შედის სადავო პარლამენტის მიერ 1 აპრილს მიღებული კანონი უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, ეგრეთ წოდებული ქართული ფარა, რომლის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა ანტიკორუფციული ბიურო. ეს კანონი ამერიკული ფარასგან განსხვავებით მიზანში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებს და მედიას. წესდება სისხლის სამართლის წესით გასამართლების მექანიზმები. კერძოდ, კანონი მოიცავს რეგისტრაციის შესაბამისი დოკუმენტაციის საჯაროობის მოთხოვნას და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას. კანონპროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით. იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით. ოცნების ფარაში დევს დასმენის მექანიზმიც. კანონის მოქმედების საფუძველი შეიძლება გახდეს ზარი ან წერილი, თუ ვინმე ჩათვლის, რომ შენ აგენტი ხარ. დასმენები საბჭოთა მემკვიდრეობის უმძიმესი შავი ლაქა. ოცნების საქართველოში 2025 წელსაც დაბრუნდა. უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ დღეს გავრცელდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის ერთობლივი განცხადება. საქართველოს კანონი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვას წარმოადგენს. მაუწყებლობის შესახებ და აგენტების შესახებ ბოლოდროინდელ კანონებთან ერთად ამ კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი აგრესიული ქმედებაა განსხვავებული აზრის ჩასახშობა და ასევე თავისუფლების შესაზღუდად და აქტივისტების სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის სამოქალაქო სივრცის კიდევ უფრო მეტად შესავიწროვებლად. ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების არსებობის გაგრძელებას და მოქალაქეების მომავალს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაითვალისწინოს მისი მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნები დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, საპარლამენტო აქციების მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი. ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუკი ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის საპირისპირო სარწმუნო ნაბიჯებს გადადგამს. პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ვკითხულობთ განცხადებაში, ფარას კანონი ამოქმედებამდე შეეხო მაგალითად ოსი მედიას დამფუძნებელს მარიამ ნიკურაძეს, რომელიც ფიქრობს, რომ ოცნებას ფარა ხალხის დასაშინებლად სჭირდება. იმან ეგ ფუნქცია ვერ შეაშინა და სავარაუდოდ იფიქრეს, რომ არ ეშინიათ ჯარიმის და მოდი 5 წელი ციხე ჩავდოთ, რომ ციხე ახლა საშიშია, ხო? მაგრამ მე ხარ რასაც ხედავ მედიებში ყოველ შემთხვევაში არავინ არ აპირებს რეგისტრაციას, არც ჩვენ არ ვაპირებთ რეგისტრაციას. ყველას გააზრებული აქვს, რომ ამას მოყვება საფრთხე, რომ შეიძლება მართლა ციხეში წახვიდე, თუმცა ამის მიუხედავად უმეტესობა აპირებს, რომ ჩვეულებრივ გაგრძელოს ფუნქციონირება. თან იმდენი ადამიანი მყავს ციხეში და პოლიტიკური პატიმრებს გულისხმობ, ხო? თუ იმ ადამიანებს შეძლეს და არიან ციხეში და იქიდან გვაძლევენ მოტივაციას რაღაცნაირად და ისიც გახდა საფუძველი პროტესტის გაგრძელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ხო ეს არის, ხო? ჩვენთვისაც ეს არის. ანუ რაღაც ინსპირაციაც არის, რომ ეხლა მზია ციხეში როდის ჩემთვის ინსპირაცია, რომ მე აქ ვარ და მაქვს პრივილეგია და შემიძლია რომ კიდე მეტი გავაკეთო და კიდე მეტი რაღაცა გამოვიძიო, იქ სისტემა ამხილო, ხო? და ამით რაღაცა უფრო მეტი ზიანი შეუქმნა. და მე ვერ ვხედავ, რომ მაინც მედიაში ყოველ შემთხვევაში შეშინებულები არიან და ამ კანონმა ეს გააკეთა. შეიძლება ეს იყო მათი პირველი მიზანი და შეიძლება ახლა ხვალიდანვე ყველასთან არ მოვიდნენ და ყველას არ მოგთხოვონ, არ დაგვაჯარიმონ, არ წაგვიყვანონ ციხეში, ანუ ვერ ჩასვამენ ამდენ ადამიანს ციხეში უბრალოდ.